შესაძლებელია. ჩვენ ახლა გადავდივართ ჩვენი უკვე სტუდიის სტუმრებთან. თამარ ჩერგოლეიშვილი, ნინო დანელი აქვს. ალბათ თამარ, თქვენგან დავიწყებ. თქვენ როგორ უყურებთ ეს ფინანსური კრიზისით ნაკარნახევი ცვლილება იყო თუ ნიკა გვარამია რეალურად წავა დირექტორობიდან და უშვებ თუ არა რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს. გამარჯობა დიანა, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა რომ მადლობა შესაძლებლობა. ჩემი აზრი გაგიზიაროთ, რასაც ჩვენ ახლა რუსთავიორში ვხედავთ, ეს არის სასარგებლო იდიოტიზმის კლასიკური ნიმუში, ბიძინა ივანიშვილისთვის სასარგებლო იდიოტიზმი მაგ ხედულობაში მოგეხსენებათ, ეს პოლიტიკური ჟარგონია, თავის დროზე ლენინმა დაამკვიდრა და იმ ადამიანებს უწოდებდა, რომლებიც მიზნაუნებლიათ მტრის საქმეს აკეთებენ, ანუ მის საქმეს აკეთებდნენ დასავლეთში, საბჭოთა კავშირის საქმეს, ზუსტად იგივეს აკეთებს ახლა მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის საქმე გააკეთა იმით თავის დროზე, როდესაც თვითონვე დაშალა თავისი პარტია, რაც ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოახერხა, ის გააკეთა სააკაშვილმა, მაგრამ დამთავრდა ის ყველაფერი და შეიქმნა ახალი პარტია, რომელიც თავის გზაზე მიდის ახლა. დღეს იგივეს უკეთებს რუსთავიორს. ნიკა გვარამია საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ მიმხვდარიყო, რომ რუსთავიორის ბიძინა ივანიშვილისგან დაცვის ერთადერთი გზა იყო ის, რომ რუსთავიორის შეენარჩუნებინა კრიტიკული აზრის ფორუმად, მაგრამ სააკაშვილი იყო ამის წინააღმდეგი, იმიტომ რომ მას როგორც ჩანს რუსთავიორი მიაჩნია ძალაუფლებაში, მისთვის ძალაუფლების დაბრუნების იარაღად და ვეღარა ცნობიერებს უკვე რომ რეალურად მისი ნაბიჯებით ის ძალაუფლებასაც კი უფრო მეტად შორდება, იმიტომ რომ დღეს რეალურად რასაც ჩვენ ვხედავთ, არის რუსთავიორის ბუნკერის ტელევიზიად გადაქცევის პროცესი, რომელიც იქნება ერთი პარტიის იარაღი და არა ოპოზიციის და კრიტიკული აზრის გამომხატველი. ჩვენ ნიკა გვარამიას წარსული წავიკითხეთ, წეღან ის ძალიან დაკავშირებული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან, მისი მთავრობის წევრი იყო, პოლიტიკური გუნდის წევრი იყო, ანუ მან მოახერხა რომ ეს ტელევიზია ყოფილიყო, ვთქვათ, მრავალფეროვანი მისაღები ყველასთვის და იმიტომ რომ ამაში ხედავდა ერთადერთ გამოსავალს ადამიანები, რომლებიც გადარჩენის გზა და სწორად ბუნკერის ტელევიზიად გადააქცევენ, ანუ ჟურნალისტები პროფესიით მას ბუნკერის ტელევიზიად გადააქცევენ და ნიკამ ეს არ ქნა სარედაქციო პოლიტიკას ხელმძღვანელობა განსაზღვრავს ყოველთვის, რომელი ჟურნალისტიც ვერ შეეგუება იმ სარედაქციო პოლიტიკას, ბუნებრივია წავა ეხლა ჩვენ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობაში ის ადამიანი დავინახეთ ეხლა ამ ბოლო დროს რომ მოვიდა, რომელიც მოდელირებული ქრონიკის დროს იმედში მუშაობდა და არ შეწუხებულა, ხო, არ წამოსულა იქიდან. შეგვიძლია ვივარაუდოთ. აკადემიანის რეპორტაჟებით დღეს ოპოზიციის მთავარი თემებია რეპორტაჟები, რომელსაც ეს ადამიანი დროდადრო აკეთებდა პეში ნოდარ ყველა შეაფუჭებული საათის დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. მისი ყველა რეპორტაჟი იყო მთავარი თემა, რომელსაც ოპოზიცია აპელირებდა. ჟურნალისტებს, ანუ ყოველ შემთხვევაში იმ თაობის ჟურნალისტებს, რომლებთანაც მე ნაკლები შეხება მქონია, კოლეგიალობა სხვადასხვანაირად გესმით, მე სხვანაირად მესმის. მაგრამ ეს არის ჩემი შეფასება თუ გაინტერესებთ, მოისმინეთ. მე მგონია, რომ ნოდარ მელაძის ხელში რუსთავიორს ემუქრება ბუნკერის ტელევიზიად გარდაქმნა, რომელსაც არ ექნება ნდობა. ის ნდობა რაც აქამდე ქონდა. ანუ ის დახურავს ტელევიზიას მრავალ ის ნოდარ მელაძეც ხომ ნიკა გვარამიას სააკაშვილის სურვილი და სააკაშვილის სურვილი რაც არის იმას გაყვება იქ დარჩენილი ხელმძღვანელობაც თუ მოხერხდა მართლა და საღი აზრი იქიდან საბოლოოდ განიდევნა. მე და ნიკა გვარამიას უამრავი უთანხმოება გქონია, მაგრამ იმაში ნამდვილად უთანხმდებოდით რომ ამ ტელევიზიის გადარჩენის ერთადერთი გზა და ამაზე მე ჩვენს ეთერშიც ვისაუბრე დიანა მანამდე იყო ის რომ მაქსიმალურად დემონსტრირება მომხდარიყო იმისი რომ ეს არხი გამოხატავს ოპოზიციის ივანიშვილის ოპოზიციის აზრს და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის ახირებებს. კარგი, ნინოს დაგიბრუნდებით, თამარ, ნინოს მინდა ვკითხო, თქვენ როგორ უყურებთ პროცესს, რომელიც ეხლა მიდის ამ ტელევიზიაში? გამარჯობა დიანა, მე მგონია რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და გავიხსენებ იმ პერიოდს, როდესაც ამ ტელევიზიამ ცადა გამოსულიყო მიხეილ სააკაშვილის გავლენისგან და სწორედ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ის იყო სწორედ ოპოზიციური პლატფორმა და ეს იყო ყველა იმ ოპოზიციური ძალის ტრიბუნა, ასე ვთქვათ, ფორუმი